ეს იყო ათწლეული, როდესაც ქარხნის მუშას, რომელიც თვითმფრინავის ტუალეტებს ამზადებდა, შეეძლო სიმღერა ერთი დუბლით ჩაეწერა. შეცდომა მასში განზრახდა ეტოვებინა და შემთხვევით შეექმნა რაღაც ისეთი, რასაც მსოფლიო 50 წლის შემდეგაც კი იმღერებდა. ეს იყო დრო ავტოტიუნამდე, სანამ მეტრონომი ყველაფერს შეუდგებოდა სათავეში. დრო, როდესაც უდიდესი ჩანაწერები ცოცხლად ერთ ოთახში კეთდებოდა, თავისი შეცდომებით, ბედნიერი შემთხვევითობით და ნამდვილი ადამიანებით, რომლებიც ერთსა და იმავე მიკროფონში სუნთქავდნენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება The Boldlands R&B-ში. ეს არის 70-იანი წლების ისეთი სიმღერა, რომელიც ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ამტკიცებს, რომ ჩვენ მსგავსად შექმნილ მუსიკას ვეღარასდროს მოვისმენთ. ნომერი 10. Bill Withers, Ain't No Sunshine, 1971 წელი. ის 31 წლის იყო. მუშაობდა ქარხანაში, სადაც Boeing 747 ტიპის თვითმფრინავებისთვის ტუალეტის დასაჯდომებს ამზადებდა. Bill Withers არ ყოფილა ვარსკვლავი, არ ყოფილა თინეიჯერების კუმირი, იჯერ კიდევ არავინ იყო. ის გახლდათ უბრალო მუშა კაცი გიტარით, რომელიც საკუთარ ფულს ხარჯავდა, რათა ღამეებსა და უქმეებზე დემო ჩანაწერები გაეკეთებინა. და შემდეგ მან დაწერა სიმღერა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იცოცხლებდა. სიმღერის შთაგონების წყარო გახდა 1962 წლის ფილმი ორ ალკოჰოლიკზე. ღვინისა და ვარდების დღეები. ფილმი იმაზე თუ როგორ გენატრება რაღაც, რაც შემთვის არასდროს ყოფილა კარგი. მან ეს სიმღერა პროდიუსერ ბუკერ T. Jones-თან მიიტანა, რომელმაც სტუდიაში ნამდვილი ვარსკვლავები შექმნა. სტივენ სტოლსი გიტარაზე, დონალდ დაგ დანი ბასზე და ალ ჯექსონი უმცროსი დრამზე. და აი ლეგენდარული ნაწილიც. სიმღერის შუა მონაკვეთი, სადაც Withers-ი ზედიზედ 26 ჯერ მღერის ფრაზას I know. ეს მხოლოდ დროებითი ჩანაწერი იყო. მას სურდა, რომ იქ სხვა ტექსტი ჩაეწერა, მაგრამ სტუდიაში მყოფმა გამოცდილმა სახელიანმა მუსიკოსებმა უთხრეს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე დაეტოვებინა, როგორც იყო. თავად Withers-მა თქვა, რომ მე მხოლოდ ქარხნის მუშა ვიყავი, რომელიც სტუდიაში რაღაცას ფუსფუსებდა. როდესაც მათ მითხრეს დატოვეო, მეც დავტოვე. ეს შემთხვევითობა სიმღერის ყველაზე დაუვიწყარ ნაწილად იქცა. როდესაც სიმღერამ ოქროს სტატუსი მიიღო, მისმა ხმისჩამწერმა ლეიბლმა მას ოქროს ტუალეტის დასაჯდომი აჩუქა, როგორც მინიშნება და ხუმრობა იმ ძველ სამსახურზე, რომელიც მან უკან მოიდომა. სიმღერამ მოიპოვა გრემის საუკეთესო R&B სიმღერის ნომინაციაში და ადგილი დაიმკვიდრა კონგრესის ჩანაწერთა ეროვნულ რეესტრში. ქარხნის მუშის დროებითი ჩანაწერი უკვდავი გახდა. ეს იყო ნომერი 10, Bill Withers-ი. ნომერი 9. Earth, Wind and Fire, September, 1978 წელი. ეს შესაძლოა იყოს ყველაზე მხიარული სიმღერა, რაც გიოდეს მე ჩაწერილი. თუმცა მასში ყველაზე ცნობილი ფრაზა აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. როდესაც მორის უაიტი და ალი უილისი დასყდნენ რათა სექტემბერს დაესრულებინათ, უაიტი ერთსა და იმავე ფრაზას მღეროდა. ბადია. უაზრო გამოგონილი ფრაზა, რომელსაც ის ყველა სიმღერაში იყენებდა. უილისი დარწმუნებული იყო, რომ მას ნამდვილი სიტყვებით ჩაანაცვლებდნენ. თუმცა ეს არასდროს გაუკეთებიათ. ვოკალის ჩაწერის ბოლო სესიისას სასოწარკვეთილმა უილისმა სთხოვა ტექსტი გადაეკეთებინა. მან საბოლოოდ მოთმინება დაკარგა და პირდაპირ კითხა, საერთოდ რას ნიშნავს ეს ბადია. მორის უაიტმა კი მას ისეთი პასუხი გასცა, რომელიც სიმღერების წერის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გაკვეთილად იქცა. ვისად არდებს? უთხრა მან. არასოდეს მისეუფლება ტექსტს, წინ გადაეღობას გრუვს. სიმღერის პირველი სტრიქონი გახსოვს სექტემბრის 21 ღამე. უილისმა აღიარა, რომ ამ თარიღში არანაირი ფარული აზრი არ დევს. მათ ყველა ციფრი მოსინჯეს, პირველი, მეორე, მესამე, თუმცა 21 უბრალოდ გაცილებით უკეთესად ჟღერდა ვიდრე ნებისმიერი სხვა. არანაირი საიდუმლო, მხოლოდ შეგრძნება, მხოლოდ ის, რაც სწორად ჟღერდა. აი ეს არის 70-იანების მთელი ფილოსოფია ერთ სიმღერაში ჩატეული. შეგრძნება ფორმულაზე, მაღლა და გრუვი სრულყოფილებაზე წინ.
September იქცა Earth, Wind and Fire-ის მარადიულ ჰიმნად, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში ისმის ყველა ქორწილში, ყველა წვეულებაზე, ყოველ ბედნიერ მომენტში. სიმღერა, რომელიც აგებულია ერთ გამოგონილ სიტყვასა და შემთხვევით თარიღზე, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილია. ეს არის ნომერი 9. ნომერი 8. Roberta Fleck, Killing Me Softly with His Song. 1973 წელი. ეს არის სიმღერა იმაზე, თუ როგორ შეიძლება სრულიად განადგურდე და ემოციების განდაიცალოს სხვა არტისტის შესრულების გამო. და ამ სიმღერის უკან მდგარი ისტორია ზუსტად ისეთივე არაჩვეულებრივია, როგორც თავად ჩანაწერი. ახალგაზრდა მომღერალმა სახელად ლორი ლიბერმანმა დონ მაკლინის ცოცხალი გამოსვლა ნახა და იმდენად აღფრთოვანდა, რომ ეს ემოცია იქვე ხელსაყრელზე დაჭყაბდა. ეს განცდა მოგვიანებით იქცა სიმღერად Killing Me Softly. მაგრამ სწორედ რობერტა ფლეკი იყო ის, ვინც ეს ნამუშევარი მარადიულობად აქცია. ფლეკმა ეს სიმღერა პირველად თვითმფრინავში ფრენის დროს ჩართულ აუდიო პროგრამაში მოისმინა. ის იმდენად განცვიფრდა, რომ იქვე კალამი ამოიღო და საკუთარ არანჟირებაზე მუშაობა პირდაპირ 30,000 ფუტის სიმაღლეზე ბორტ ჟურნალის არშიებზე შეუდგა. მან 3 თვე მოანდომა სიმღერის გადამუშავებას, შეცვალა აკორდები, შეანელა ტემპი და იპოვა ის ფარული ტკივილი, რომელიც ამ სიმღერის სიღრმეში იყო. და რაც მან შექმნა, ეს იყო ემოციური თავშეკავების ნამდვილი მასტერკლასი. ფლეკი კლასიკური განათლების მქონე პიანისტი და ყოფილი მასწავლებელი იყო. ქალი, რომელსაც ესმოდა, რომ ყველაზე ძლიერი რამ, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ემოციის გაზომვა და შეკავება. მის ვერსიაში ყოველი ნოტი გააზრებული და მიზანმიმართულია. არაფერია ფორსირებული. ფრაზებს შორის არსებული სიჩუმე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ნოტები. სიმღერამ 1974 წელს მოიპოვა გრემი ნომინაციაში წლის ჩანაწერი. რითაც რობერტა ფლეკი გახდა პირველი არტისტი ისტორიაში, ვინც ეს ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგო. ათწლეულების შემდეგ ჯგუფმა The Fugees ეს სიმღერა სრულიად ახალი თაობისთვის გააცოცხლა. მაგრამ ორიგინალი, ის ჩუმი, დამანგრეველი, სრულყოფილი ორიგინალი არის იმ ტიპის ჩანაწერი, რომლის მსგავსიც დღეს უბრალოდ აღარ გეცდება. ეს არის ნომერი 8, რობერტა ფლეკი. ნომერი 7, Al Green, Let's Stay Together, 1971 წელი. მემფისში, ელვის პრესლის ბულვარზე მდებარე გადაკეთებულ კინოთეატრში პროდიუსერმა უილი მიჩელმა თავის გონებაში გაიგონა ჟღერადობა, რომელსაც სხვა ვერავინ ამჩნევდა. და შემდეგ თვეები დახარჯა, რათა ახალგაზრდა მომღერლისთვის ესწავლებინა. ეს მომღერალი Al Green იყო, ხოლო Let's Stay Together გახდა ჩანაწერი, რომელმაც ის ლეგენდად აქცია. თუმცა გრინს თავიდან საერთოდ არ სურდა მისი სიმღერა, როგორც ჩვენ ვიცნობთ. ამბობენ, Al Green-ს თავიდან მელოდია საერთოდ არ მოეწონა. ფიქრობდა, რომ ის ზედმეტად მარტივი იყო. უილი მიჩელმა მას უბიძგა, უფრო რბილად, უფრო ნაზად, უფრო მაღლა. მას სურდა, რომ გრინს გრუვზე ზემოდან კი არ ეკვირა, არამედ მასზე ლიბლივი დაეწყო. მათ უამრავი დუბლი ჩაწერეს. სანამ გრინი საბოლოოდ არ აყვა ამ უპრობლემო უწონად ფალსაც, რომელიც მის საფირმო ნიშნად იქცა. მის ზურგს უკანიშდა ბენდი The High Rhythm Section, soul მუსიკაში ყველაზე შეკრული და თბილი ჯგუფი, რომლის ღუზასაც Al Jackson უმცროსი დრამზე და ტინი ჰოჯესი გიტარაზე წარმოადგენდნენ. ისინი ზუსტად ისე წერდნენ, როგორც 70-იანებში, ცოცხლად, ერთად, ერთ ოთახში, ერთმანეთის მოხდით კვებაში. ის სითბო, რაც გესმით, არ არის ციფრული ეფექტი. ეს არის ბენდი, რომელიც ერთიანი ორგანიზმივით სუნთქავს. Let's Stay Together ჩარტების პირველ ადგილზე მოექცა და იქცა ერთ-ერთ ყველაზე სასიყვარულო სიმღერად, რაც გიოდეს მე ჩაწერილა. ეს არის მომღერლისა და პროდიუსერის ჟღერადობა, რომელიც მისდევდა ემოციას, რაღაც ისეთი, რასაც ხელოვნურად ვერ გააკეთებ, კომპიუტერით ვერ გაასწორებ და ვერ გააყალბებ. აი ეს არის ის, რაც ჩვენ დავკარგეთ. ეს არის ნომერი 7, Al Green. ნომერი 6, Gladys Knight და ჯგუფი The Pips. Midnight Train to Georgia, 1973 წელი.
Soul მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მატარებელი თავიდან საერთოდ ჰიუსტონისკენ მიმავალი თვითმფრინავი იყო. სიმღერების ავტორმა ჯიმ ვეზერლიმ ის თავდაპირველად country სტილში დაწერა სახელწოდებით Midnight Train to Houston. როდესაც მან გლედის ნაიტის გუნდამდე მიაღწია, სათაურიც და დანიშნულების ადგილით შეიცვალა. ჰიუსტონი გახდა ჯორჯია. თვითმფრინავი გადაიქცა მატარებლად, country მელოდია კი ტრანსფორმირდა ერთ-ერთ უდიდეს R&B ჩანაწერად, რაც გიოდეს მეგაკეთებულა. მაგრამ ამ სიმღერის სული სწორედ მუსიკალურ დიალოგში ცოცხლობს. მოусმინეთ ჯგუფს The Pips. ეს არის კითხვა-პასუხის პრინციპზე აგებული ბექ-ვოკალი, რომელიც გლედისის თითოეულ სტრიქონს პასუხობს. ის მიემგზავრება ჯორჯიის ღამის მატარებლით. ეს ფრაზა უბრალოდ ვოკალური დანამატი არ ყოფილა. The Pips-ის პასუხები ამ ჩანაწერის გულისცემაა. მეორე მთხრობელი, რომელიც ამბავს პირდაპირ ავტორის გვერდით ყვება. თავად გლედის ნაიტის მთავარი ვოკალი კი სუფთაწყლის ამბის თხრობაა. ის არის კაცზე, რომლის ოცნებებიც ლოს-ანჯელესში არასრულდა და რომელიც უკან მშობლიურ ჯორჯიაში ბრუნდება. და ქალზე, რომელსაც ის იმდენად უყვარს, რომ მზადაა მასთან ერთად წავიდეს. მირჩევნია მის სამყაროში ვიცხოვრო, ვიდრე ჩემსაში მის გარეშე. ის არ აზვიადებს არც ერთ სიტყვას. ის უბრალოდ მთელი არსებით გრძნობს მას. სრულიად. Train to Georgia-მ გრემი მოიპოვა და გლედის ნაიტის საფირმო სიმღერად იქცა. ეს არის ჩანაწერი, რომელიც ადამიანურ ქიმიაზეა აგებული. სოლისტი და მისი ჯგუფი, რომლებიც ბავშვობიდან ერთად მღეროდნენ და ერთმანეთის მუსიკალურ წინადადებებს ასრულებდნენ. ამას კომპიუტერით ვერ დააპროგრამებ. ამის მიღწევა მხოლოდ მთელი ცხოვრების შრომით შეიძლება. ეს არის ნომერი 6. ნომერი 5. კერტის მეიფილდი. Move on up. 1970 წელი. როდესაც კერტის მეიფილდმა სოლო კარიერის დასაწყებად ჯგუფი The Impressions დატოვა, მას მხოლოდ მუსიკა არ შეუქმნია. მან რიტმისგან, ჩასაბერებისგან და იმედისგან ნამდვილი ერთკაციანი რევოლუცია მოაწყო. Move on up თითქმის 9 წუთის განმავლობაში სუფთა შეუჩერებელი წინსვლაა. პერკუსიაზე დამყარებული მძაფრი ჰიმნი შავკანიანი მოსახლეობის მისრაფებელზე, რომელიც ისე ჟღერს, თითქოს მომავალი უკვე დადგა. აი რა ხდის კერტის მეიფილდს უნიკალურს. ეს მაღალი, ნაზი ფალცეტი, რომელიც მუსიკაში ყველაზე მწვავე სოციალურ კომენტარებს გადმოსცემს. შეფუთული ისეთ მხიარულ გროვში, რომ შეგიძლია თითოეულ სიტყვაზე იცეკვა. ის გიტარაზე სრულიად განსხვავებული, საკუთარი წყობით უკრავდა. ინსტრუმენტი ფორტეპიანოს შავ კლავიშებზე ჰქონდა აწყობილი. ჟღერადობა, რომლის კოპირებაც ვერავინ შეძლო, რადგან სხვა არავინ ფიქრობდა ასე. Move on up-ის არანჟირება ცოცხალი ენერგიის ნამდვილი კედელია. მჩქეფარე კონგები, მფრინავი ჩასაბერები და მამოძრავებელი ბას-ხაზი. ეს ყველაფერი დაკრულია ნამდვილი მუსიკოსების მიერ, რომლებიც ერთიან შეუჩერებელ მუხტში არიან ჩაკეტილნი. მუსიკა იზრდება და იზრდება. ეს არის ვრცელი ინსტრუმენტული ჩანართი, რომელსაც რადიო ფორმატები ვერასდროს დაიდებდნენ, რადგან მეიფილდმა უარი თქვა თავისი ხედვის სტანდარტულ სამწუთიან სიმღერამდე დაყვანაზე. Move on up გახდა შეუპოვრობის ჰიმნი, რომელსაც შთაგონება არასდროს შეუწყვეტია. ეს არის ჟღერადობა კაცისა, რომელიც თავად იყოს საკუთარი თავისუფლების პროდიუსერი, ავტორი, არანჟირების ავტორი და შემსრულებელი. შემოქმედების სრული კონტროლი იმ ეპოქაში, რომელიც ამის საშუალებას იძლეოდა. სწორედ ასეთი უნიკალური, უკომპრომისო ხედვაა ის, რაც მოგვიანებით ინდუსტრიულმა მანქანამ მუსიკიდან გამოდევნა. ეს არის ნომერი 5, კერტის მეიფილდი. ნომერი 4, ჯგუფი OJ's, Love Train, 1972 წელი. ფილადელფიიდან წამოვიდა ჩანაწერი, რომელიც იმდენად სავსე იყო იმედით, რომ სადამ მთელი მსოფლიო ერთ მატარებელში ჩაესვა. Love Train, დაწერილი და პროდიუსირებული გენიალური შემოქმედებითი ტანდემის გემბლისა და ჰაფის მიერ. სიმღერაში სათითაოდ იხმობენ სხვადასხვა ქვეყნებს, ინგლისს, რუსეთს, ჩინეთს, ეგვიპტეს და ყველას ამ მატარებელში ეპატიჟებიან. ეს იყო გლობალური ლოცვა საცეკვაო ჩანაწერის ნებმით, რომელმაც ჩარტების პირველ ადგილს მიაღწია.
ჟღერადობა, რომელიც ამ ყველაფრის საფუძველი იყო, გახდათ თავად ფილადელფიის ხმა. სიმებიანი საკრავებით გაჯერებული, საოცრად რბილი და დახვეწილი პროდუქცია. OJ's ზოგს უკან იჯდა MFSB, ფილადელფიის ლეგენდარული სტუდიური ბენდი. ნამდვილი სიმებიანი საკრავები, ნამდვილი ჩასაბერები, რიტმ სექცია იმდენად შეკრული, რომ აბრეშუმს გავდა. გემბლი და ჰაფი აგებდნენ ჟღერადობის ნამდვილ დაძრებს, სადაც თითოეულ ინსტრუმენტს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ეს ყველაფერი კი ცოცხლად სრულდებოდა მუსიკის დიდ ოსტატების მიერ. ჯგუფმა ეს სათქმელი საეკლესიო გოსპელისთვის დამახასიათებელი რწმენითა და სიზუსტით გადმოსცა. ედი ლევერტის ხორთის მიერმა გოსპელივით ღრმა ხმამ ეს გზავნილი მსმენელის გულამდე მიიტანა ზუსტად ისე, როგორც მქადაგებელს მიაქვს ამბიონიდან. ეს იყო დუეტი, რომლებიც ოჰაიოში ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ერთად მღეროდნენ, თუმცა მსოფლიომ მოგვიანებით აღიარა ისინი. Love Train იქცა ერთიანობის ნომერ პირველ ჰიმნად იმ მომენტში, როდესაც მსოფლიოს ეს ყველაზე მეტად ჭირდებოდა. ეს არის ოპტიმიზმი, რომელსაც შეგიძლია იცეკვა. შექმნილი იმ გუნდის მიერ, რომელსაც გულწრფელად ჯერა, რომ მუსიკას რეალურად რაღაცის განკურნება შეეძლო. მსგავსი ამბიცია, ოსტატობა და გულწრფელობა მხოლოდ წარსულს ჩაბარებულ ეპოქას თუ ეკუთვნის. ეს არის ნომერი 4, The OJ's. ნომერი 3, Aretha Franklin. Rocksteady, 1971 წელი. Soulis დედოფალი უბრალოდ კი არ მღეროდა ამ ჩანაწერში. ის თავად იქცა ფანკ ჟღერადობის არქიტექტორად. Rocksteady არის Aretha Franklin-ი თავის ყველაზე თამამ და ძლევამოსილ ამპლუაში. სიმღერა, რომელიც მან თავად დაწერა, მიყვება მთელი 10 წლეულის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და მძლავრ გრუვს, ხოლო მუსიკოსები, რომლებიც მის დასაკრავად შეკრიბა, ნამდვილად საოცნებო გუნდს წარმოადგენს. მოусმინეთ ამ რიტმ სექციას. Bernard Purdie დრამზე, ისტორიაში ყველაზე ხშირად სემპლირებული დრამერი. Chuck Rainey ბასზე, Donny Hathaway ორგანზე, Colin Dupree გიტარაზე. ესენი იყვნენ იმ დროის საუკეთესო სესიური მუსიკოსები, რომლებიც მუსიკალურ რიტმში ისე ღრმად ჩაიკეტნენ, რომ შიგ ჩაიკარგებოდით. ეს გრუვი უბრალოდ კი არ უკრავს, ის ცოცხლობს და სუნთქავს. Aretha კი ამ ყველაფრის სათავეში ისეზის, თითქოს ჰაერიც მას ეკუთვნოდეს. პარადიდეკი პატარავ, სწორედ ამას უგრძნობა ახლა. ის თავისუფალია, ის mbრძანებლობს, ის ცხოვრების საუკეთესო მომენტით ტკბება. თავად ვეადებს საკუთარ ბექ-ვოკალებს და მთელ ამ პროცესს ფორტეპიანოს სკამიდან დირიჟორობს. ეს არის ქალი, რომელიც სრულიად აკონტროლებს თავის ნიჭს გიგანტების გარემოცვაში. Rocksteady ფანკის ნამდვილ ორიენტირად იქცა, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში სემპლავდნენ ჰიპ-ჰოპ პროდიუსერები, რომლებიც მის უბადლო შეგრძნებას და მუხტს დასწევდნენ. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსების ერთ ოთახში ყოფნის ჟღერადობა. არანაირი კომპიუტერები, არანაირი მერე გავასწოროთ, უბრალოდ ფირზე დაჭერილი სუფთა ელვა. სტუდიაში მსგავს შემადგენლობას ვეღარასდროს შევკრებთ. ეს არის ნომერი 3, Aretha Franklin. ნომერი 2, Stevie Wonder, Superstition, 1972 წელი. ეს არის სიმღერა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია სრულიად მარტომ უფრო მეტი ფანკი შექმნას, ვიდრე მთელ ბენდს ერთად. როდესაც გესმით კლავინეტის ის დაუვიწყარი რიფი, რომელიც ხსნის ამ კომპოზიციას, ის, რაზეც თქვენი სხეული რეაგირებს, მანამ სანამ თქვენი გონება გააანალიზებდეს, იცოდეთ, რომ ეს Stevie Wonder-ია, რომელიც ამ სიმღერაში თითქმის ყველა ინსტრუმენტზე თავად უკრავს. დრამი, კლავიშები, ბასხაზები, ყველაფერი მისი შესრულებულია. ეს რიფი თავიდან საერთოდ სხვისთვის გამზადებული საჩუქარი უნდა ყოფილიყო. სტივი მის სტუდიაში ერთ ნაშუადღებს იმპროვიზაციით შექმნა, სანამ როკ გიტარისტი ჯეფ ბეკი დრამთან იჯდა და რიტმს უკრავდა. სიმღერა თავიდან ბეკისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ლეიბლ მოთაუნის ხელმძღვანელმა გორი ბერდიმ მოისმინა თუ არა, მიხვდა, რომ ნამდვილი ბომბი იყო და დაჟინებით მოითხოვა სტივის ის თავისთვის დაეტოვებინა. ეს სიმღერა ნომერი პირველი ჰიტი გახლდათ 9 წლის განმავლობაში. რაც მას მარადილს ხდის, არის თავად კლავინეტის ჟღერადობა. სტივი მეს ფანკური ელექტრონული კლავიში რამდენიმე ფენად დაადო და აქცია ცოცხალ ორგანიზმად. გაატარა ის მაგნიტოფონის ეფექტში, სანამ სუფთა გრუვისგან შემდგარი მთლიანი ჩასაბერების სექციასავით არ დაიწყო ჟღერადობა.
ამ სიმღერამდე კლავინეტი ნაკლებად ცნობილი, მივიწყებული ინსტრუმენტი იყო. მისი გამოსვლის შემდეგ კი მსოფლიოში ყველა ფანკ ჩანაწერს ზუსტად ეს ხმა უნდოდა. სიმღერამ ჩარტების პირველ ადგილს მიაღწია და ყველა დროის უდიდეს სიმღერებს შორის დაიკავა ადგილი. ეს არის იმის უმცირესი და უმთავრესი მტკიცებულება, თურის უფლებას იძლეოდა 70-იანი წლები. არტისტის სრული შემოქმედებითი თავისუფლებით, რომელიც შუაღამისას საკუთარ ინსტინქტს მიყვება და მომავალს ქმნის სათითაოდ დადებული ხმოვანი ფენებით. ეს არის ნომერი 2, სტივი უანდერი. ნომერი 1, მარვინ გეი, What's Going On, 1971 წელი. R&B მუსიკის ისტორიაში უდიდესი ჩანაწერი იყო სიმღერა, რომლის გამოშვებასაც მისივე საკუთარი ლეიბლი ემუქრებოდა, რომ არ გაეკეთებინა. იგი აიგო საოცარი მშვენიერი შემთხვევითობების სერიაზე. როდესაც მარვინ გეიმ What's Going On ბერი გორდისთან მიიტანა, გორდიმ მას უწოდა ყველაზე საშინელი რამ, რაც კიდევ მე მოусმენია და მის გამოცემაზე უარი თქვა. მარვინს მოუწია დამუქრება, რომ მუსიკას საერთოდ აღარასდროს ჩაწერდა, სანამ მოთაუნი საბოლოოდ არ დათმობდა პოზიციას. მოусმინეთ სიმღერის დასაწყისს. იმსევდიან მონატრებით სავსე საქსოფონს, რომელიც ხსნის ჩანაწერს. ეს იყო სესიური მუსიკოსი ილაი ფონტეინი, რომელიც ინსტრუმენტს ახურებდა და საერთოდ არ იცოდა, რომ ფირი უკვე ჩაწერაზე მიდიოდა. როდესაც მარვინმა ეს მოისმინა, ჩანაწერი დატოვა. ფონტეინი კი სახლში გაუშვა და უთხრა: "შენ უბრალოდ გენიალურად მაიმუნო." Soul მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი შესავალი იყო შემთხვევითობა, რომელიც წინასწარ არავის დაუგეგმავს. შემდეგ არის თავად მარვინის ხმა, მომაჯადოებელი, ორფენად დადებული წამყვანი ვოკალი. ეს მოხდა იმიტომ, რომ ხმის ინჟინერმა შემთხვევით ერთმანეთს შეურია ორი სრულიად განსხვავებული დუბლი. მარვინმა მოისმინა საკუთარი ხმის ორი ვერსია, რომელიც ერთმანეთს ზემოდან ედებოდა. მოეწონა ეს ჟღერადობა და აქცია იგი თავის საფირმო ნიშნად მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. სტუდიური სესიები იყო თავისუფალი, ყვავნით განჟღენთილი. მუსიკოსები დიალოგში იყვნენ და არა უბრალოდ პერფორმანსს ასრულებდნენ. ჟურნალმა Rolling Stone-მა What's Going On ყველა დროის საუკეთესო ალბომად დაასახელა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შავკანიანმა არტისტმა ამ სიის სათავე დაიკავა. საპროტესტო ჩანაწერი ლოცვა, შედევრი, რომელიც აგებულია ბედნიერ შემთხვევითობებსა და აბსოლუტურ არტისტულ გამბედაობაზე, მასში არის ყველაფერი, რაც 70-იანი წლები იყო და ყველაფერი, რაც ჩვენ დავკარგეთ. ვერანაირი მანქანა და კომპიუტერი მსგავს ჩანაწერს ვეღარასდროს შექმნის. ეს არის ნომერი 1, მარვინ გეი. 10 სიმღერა, 1 ათწლეული, ქარხნის მუშის დროებითი ჩანაწერი, გამოგონილი, უაზრო სიტყვა, საქსოფონის უბრალო გახურება, მიქსინგის დროს დაშვებული შეცდომა, არასრულყოფილებები, რომლებიც უკვდავი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ნამდვილი ადამიანები ქმნიდნენ, ადამიანები, რომლებიც სრულყოფილების ნაცვლად ემოციასა და შეგრძნებებს დასდევდნენ. ჟღერდა თუ არა 70-იანები უკეთესად. თქვენ უკეთ იცით ჩემი აზრი, მაგრამ მე თქვენგანაც მსურს პასუხის მოსმენა. გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარის ხილაკი და მითხარით კომენტარებში ამ სიმღერებიდან რომელი ამტკიცებს ჩემს სიმართლეს ყველაზე მეტად. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.